მოგესალმებით, ღამე მშვიდობისა. ცოტა ხნის უკან მოვედი, მეგობრებო. ჩვენთან სიახლეა. უკვე თითქმის ერთი კვირაა სიახლეა, მაგრამ ჯერ არ მინდოდა ამაზე საუბარი, რადგან უნდა დარწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი რიგზეა, რა მოკლედ. ხო. შევიკრა ეს თმები ესე. ცოტათი ავიწიო მეც. შევიხადოთ. გამომყვა სამსახურიდან. მოკლედ, დღეს პეტრა ინციდენტი მომივიდა. ხელი გამიჭრა. მაგრამ ეხლა უკვე კარგად მაქვს. მე სხვათა შორის რეგენერაცია მაქვს ძალიან კარგი. ეგრევე მიხორცდება და ეხლა ვარ მოვიხსნი ამას და ჩემ მალამოსაც წავისვამ. რაზე ვმუშაობ, რას ვაკეთებ, ვფიქრობ, რა ვიცი, თუ დააინტერესდება ვინმეს, დამიწერეთ და გეტყვით. მოკლედ, ესე სანტავიკი უკვე მე რამდენად დავიკარი. თავიდან ცოტა ხელთათმანში მაინც ჟონავდა. ხო და აი აქ ესე ამ ადგილზე ახლა უკეთესად არის, არ ვიცი ჩანს თუ არა. მოკლედ ახლა მალამოს წავისმევ. ისე სანტავიკიც მეყიდა, კარგი იქნებოდა. მე ვერ ვიშორებ. ჩემი სასწავლო მოქმედი მამამ. რა ვიცი, უნივერსალურია, ყველაფერზე ვიყენებ, მეგობრებო, აი ყველაფერზე, ანუ რაზეც მჭირდება ხოლმე. პირველი რომ აქვს ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ანუ აი ვთქვათ ხელი დაგეწვა ან გაგეჭრა, ხა დიასახლისები არ არსებობენ, ისეთი დიასახლისები, რომლებსაც ერთხელ მაინც არ გაუჭრია ხელი ან მწვანილის დაჭრის დროს ან რაღაცა, ხო? ხო და მარტო დაჭრა იქით იყოს კიდე დამწრობა, ანუ ან ჟარონაზე, ან მოკლედ რა 1000 ის არის. ეს რაც შეეხება კანის, არის კიდევ მოკლედ ყურების ტკივილისთვისაც, რა ვიცი, ძალიან ბევრია. ეს ანოტაცია თუ როგორ ქვია, ინსტრუქცია, უნდა ჩამოვწერო ამისი. მაცივარი ისეთი გაყინული იყო, ისეთი გაყინული, ანუ საყინულე, რომ ვერ გავხსენი წესივრად. ის თაროები არის გაჭედილი. და მინდა, ახლა ხვალ ვისვენებ და მინდა რომ ხوار გავადნოთ, ხო? მოკლედ, ყავა გავიკეთე. ეხლა კი მეძინება, მაგრამ ისე მინდა რაიმეს ვუყურო, რამე ფილმს. ხო და რაც შეეხება ჩემ დარჩენილ, ასე ვთქვათ, დავალიანებას არ ქვია კიდე, ეს ვალი ხო ერთია. ყოველი გადაცილებული დღე ხო ემატება და ემატება, ხო? მოკლედ, ვცდილობ დავეწიო რა, ეხლა ანუ ვიხდი რაცა წვეთ-წვეთობით. ხო და ვფიქრობ მოვასწრებ ალბათ 12-მდე, ანუ მეორე გადახდამდე რა, მოვასწრებ და დავფარავ. ხო.
ეხლა როგორი გრაფიკი მაქვს? თავიდან თითქმის ყოველ დღე მიწევდა, იმიტომ რომ არ იყო ჯერ თანამშრომლები, ახალია რა, მოკლედ ის სამსახური სადაც დავიწყე და მეზობელმა მითხრა. ისედაც ვიცოდი, მაგრამ მოდიო რა, ერთად წავიდეთო და მოკლედ ისე გამოვიდა, რომ თვითონ მე გადაიფიქრა და მე შევრჩი ქაურობას და ესე იგი დილის 10 საათიდან 11 საათამდე ფაქტიურად ფეხზე ვარ და ეხლა ვფიქრობ რომ ვიყიდო აი ეს სამედიცინო ქოშები როა ეგ დამჭირდება ალბათ ხო და ეხლა უკვე ანუ ჩავჭიქი რა გრაფიკი ქვია თუ როგორც ქვია ერთი დღე ვმუშაობ მეორე დღე ვისვენებ ნორმალური ანაზღაურებაა და ვფიქრობ რა ვიცი გავართმევთ თავს პარალელურად ახლა ვფიქრობ დასვენების დღეს მაინც რო არ ჩამოვრჩე ჩემ ასე ვთქვათ ხელნაკეთ ნივთებსაც დავამზადებ შიგადაშიგ ხო და დღეს მოკლედ იმდენი რაღაცა დავაგემოვნე რომ მგონი აჯაფსანდალი გავაკეთე და ცოტა რაღაცა ხوار მაწყინა თქო ვფიქრობ მე ვიმედოვნებ რომ არა უბრალოდ გადავიყარე ხო სოსო მითხრა ისო ნაყინი მინდაო გუშინ მითხარი ხო სოსო გონი გუშინ მითხარი ხო და ისევ გავხანდი სამსახურიდან ჩვენ ლიბრეში და ვიპოვე რაღაც არ ვიცი მე მიყვარს საერთოდ თოლია და ესეთი ნაყინები და არა გემრიელი კი არის რა ვიცი ახლა ამ ბოლო ხანებში ეს ზეო არ ვარ გაო ეს არ ვარ გაო და აბა მითხარით ეს პალომას ნაყინები თუ არის ნორმალური რა ვიცი ესეც ხო იმისგან არის ამზადებული რაღაცა მოკლედ პალომას ნაყინი მოვიტანე და ერთი სული მაქვს ახლა დავისვენო მეგობრებო და უბრალოდ რომ გრაფიკსაც არ ჩამოვრჩე მოდით ასე ვთქვათ YouTube-ის ამბავში გაიჩა ხო ესე იგი ყველაფერს სიკეთესთან ერთად ახლა სოსო მეუბნება ინტერნეტი გაითიშო ახლა ყველაფერს სიკეთესთან ერთად მომიწევს ჩასვლა და ჩარიცხვა რომელი საათია სოსო პირველ საათზე ჩემ ბანკში გასვლა ცოტა ისეთია მაგრამ სხვა გზა არა მაქვს სხვანაირად არ გამოვა ფილმის ყურება ხო მინდა ძილის წინ მინდა ნუ შემოყურე მე დავით ვინ არის ხოლმე რომ რა არ მესმის ხო კარგი იმუნჯურად ალაპარაკდა ხო და მოდით ახლა ვერ ვხედავ ახლოს ვერაფერს ვერ ვხედავ ძალიან მინდა რომ ახლა პატარა ვიდეო ჩავწერო ანუ ერთი 10-15 წუთიანი მაინც და დავისვენო და ხვალ ვფიქრობ რა ვიცი ხვალ ერთი ვიდეო მაქვს გადასაღები მეგობრებო ხო და საღამოსაც ანუ დღის საათებში სადაც ესე რა შუა დღე ხო დღის საათებში და მე საღამოსაც იქნება ვიდეო რამე საინტერესო თემებით შემოგეერთდებით ხო და ეს იცი მეზარება ახლა ჩასვლა ახლოს არის არ არის შორი ანუ აი ჭიშკრიდან რომ გამოხვალ ხო მარცხნივ არის მოკლედ ჩამწკრივებულია რა ეს ისინი ჩასარიცხი აპარატები და მაგრამ უბრალოდ არ მეხალისება გვიან გასვლა ხოლმე იმიტომ რომ რა ვიცი ისეთი
ხალხი დაბოდიალობს და ვიღაცა არ შემომელვახოს მეშინია. ახლა ვიღაცა ეხებს შენ ვინ უნდა გალახო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჯუდოზეც დავდიოდი, მეგობრებო. ფარიკაობა ალბათ იცით ჩემმა ძველმა გამომწერებმა და მაყურებლებმა, მაგრამ არ ვიცი ვახსენე თუ არა, ჯუდოზეც დავდიოდი. ეს ერთ-ერთი ჩემი მეზობელი, ასევე დაქალი იყო ბავშვობაში. ავიკვიატეთ, უბრალოდ იმან აიკვია და მოდიო, ვისწავლოთო თავდაცვაო, რამე რო იყოსო, ჩვენო თავს დავიცავთო და დავდიოდი რა მოკლედ. კარგით, ახლა სოსომ მოიწყინა, იმიტომ რომ ინტერნეტი გათიშულია. ჩავალ ახლა, ჩავრიცხავდეთ, მაგრამ ეს ვიდეოც ხო უნდა ავტვირთო, ხო? რამდენი? აჰა, всё. 10 წუთი ხო გამოვიდა, კიდევ ჩამეთვალა, მეგობრებო, ჩამეთვალა რომ ვიდეო დავდე. ანუ უკვე დადებულია ახლა თქვენ რო უყურებთ, უკვე დადებულია ვიდეო და მე კიდე ჯერ ინტერნეტი არ გადამიხდია. მოკლედ აი ესეთი საოცრებებია ტექნიკის. კარგით, აბა გავკოცეთ, სოსო შენს გახსოვს რო იძახი ალოხას? პატარა რო იყავი. პატარა ვიყავი სიმეულ. ხო, არა, პატარა იყავი და ესე იძახი ხოლმე, ანუ გამოჩუმა და ნახვამდის. ეხლა ზომიერ ეხლა. ხო და მოკლედ დროებით მეგობრებო, ხვალ უფრო მოგიყვებით ყველაფერს, დღეს ძალიან გადავიყალე. არ ვიცი რა, კიდე ზეგრა იქნება, მე იმის იქით რა იქნება, მოკლედ დღეს საკმაოდ დავიყალე. ფეხების ტკივილი მაქვს უფრო ძირითადად, ანუ აი ეს ქუსლები, ეს წვივები, ძალიან ტკივა თვითონ ფეხები, ტერფები და ეს. და ხანდახან წელიც, ანუ წელი იმდენად ისე არა, იმიტომ რომ სიმძიმეებს არ ვწევ, არც ძალიან ესეთი მოხრითიმებს არ ვაკეთებ, ანუ მოძრაობებს, უბრალოდ სამზარეულოშია, ხო იცით ახლა რომ რაღაცას აკეთებ, აი ეს მომენტი. კარგით, აბა, კი, დაშვიდი რა დავუკარეთ ჩემ დასახიჩრებულ ხელზე. გას რამოდენიმეჯერ უკვე გავკარი ეს ხელი და ტკივილის გრძნობა მქონდა თავისთავად, გაკრავ შემთხვევით ახლა მაჭრილობებს. კარგით, აბა დროებით გავკოცეთ და ძილი ნებისა. ნახვამდის.